პრემიერის ერთი ფრაზა არასაპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება. პარლამენტს მიიღმა მყოფი პარტიები მთავრობის ხელმძღვანელს მოახლოებული არჩევნების გაყალბების დაანონსებაში ადანაშაულებენ. საუბარია გურიაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვით მმართველი გუნდი არც ერთ რეგიონსა და ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს. ფაქტს კანონდარღვევად არ მიიჩნევენ, თუმცა ფრაზის მიმართ საკუთარი შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც. მექანიკური შეცდომა თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერის წინასაარჩევნო განცხადება. დღეს რეზონანსული ფრაზის გამო განმარტებების გაკეთება მართვალ გუნდშიც მოუხდათ. ქეთი ბოჯგუა განაგრძობს თემაზე პირდაპირ ეთერში საუბარს. ქეთი უფრო კონკრეტულად რა შეფასებები მოხვა გურიაში გაკეთებულ განცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება 2 დღის წინ გაკეთდა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მოყოლოდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური რეზონანსი. დღეს იმ პარტიების უმეტესობამ, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პრემიერი ამ განცხადების გამო გააკრიტიკეს. საგანგაშო სიგნალია დღეს საქართველოში არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან დაკავშირებით. ზედიზედ რამდენიმე დღეა ეს ადამიანი აკეთებს არაადეკვატურ განცხადებას. ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა ღარიბაშვილმა, მე კრიმინალად მიმაჩნია. ასეთი შეფასებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან პრემიერ-მინისტრის მიერ გურიაში 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ოზურგეთში კანდიდატების წარდგენისას ქართული ოცნებისა და ქვეყნის ლიდერმა მის მოსასმენად შეკრებილ მოქალაქეებს ჯერ კოჰაბიტაციაში ახსენა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებენ. მე მინდა შეგახსენოთ გასული წელი, რომელიც არის სამაგალითო. ეს ეგრეთ წოდებული ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. რომელმაც ჩვენ ყველას ერთად დაგვანახა, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის აღნიშნული პროცესი. ამიტომ ჩვენ არც ერთ რაიონში, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში არ დაუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ქართული ოცნების კონკურენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადებით პოლიციას და მხარდამჭერებს ერთი მხრივ ძალადობის, მეორე მხრივ კი გაყალბებისთვის მწვანე შუქი აუნთო. პოლიტიკური ძალების ნაწილმა დღეს რეაგირებისთვის დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა. ეს არის პირდაპირი დავალება ყველა ადგილობრივი თანამდებობის პირისათვის პოლიციაში, გამგეობებში, ყველა სტრუქტურაში, რომ გააყალბონ არჩევნები, ნებისმიერი გზით ხელი შეუშალონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დააფიქსირონ ის ხმები, რა ხმასაც ისინი მოსახლეობისაგან მიიღებენ. ეს არის პირდაპირი დავალება, რომ გაკეთდეს ყველაფერი, გამოყენებული იქნას ყველა ზომა იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წარმატებული კამპანია და წარმატება არჩევნებზე. ერთის მხრივ ევროპაშია რომ და ლიდერებს ხელი ჩამოართვა და თქვა რომ ევროპა მინდა და ევროპული ღირებულებები, მეორე მხრივ ასეთი არადემოკრატიული განცხადებები აკეთო. ეს ნიშნავს რომ ეს ყველაფერი მაშინ არის ფარსი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან მომდინარე საფრთხე დაასახელეს დღეს გაერთიანების ერთ-ერთ მიზეზად არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმაც. კახა კუკავასა და შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ძალები ერთმანეთის სასარგებლოდ რეგიონებსა და თბილისში კანდიდატურების მოხსნას გეგმავენ. ბატონი ღარიბაშვილისთვის სორბონში, საფრანგეთში სწავლამ ჩაიარა სრულიად უშედეგოდ. სხვა შემთხვევაში მას ეცოდინებოდა, რომ ფრანგული კონსტიტუციური მოდელით ძალიან ხშირად პრეზიდენტი არის სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ხოლო მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ფრანგი ხალხი ირჩევს სრულიად სხვა პოლიტიკური ძალებისგან. მსგავსი განცხადება გააკეთებინა მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია იქნებოდა ამაზე, რომ არ დაუშვებთ ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას, ქალბატონ ეკა ბესელიას, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირველ რიგში რა თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ამ ადამიანების რეაქცია. ახალი მემარჯვენეების ლიდერის ამ შეკითხვას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა უპასუხეს. არ დავუშვებთ ამ ფორმულირებას კახა კალაძე მექანიკურ შეცდომას აბრალებს. დავით უსუფაშვილი და დავით ნარმანია კი თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კანონი არ დაურღვევია. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდა პრემიერ-მინისტრობისა გახლავთ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი. ისე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ლიდერი დაინტერესებულია იმ პოლიტიკური ძალის მაქსიმალურ წარმატებაში, რომელსაც ის ლიდერობს. ასეთივე ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს დღეს არჩევნებში მონაწილე ყველა ძალის, ყველა ლიდერი. ის ამბობდა, რომ ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ეს ნორმალურია. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ ისინი იყვნენ ყველგან გამარჯვებულები. ასევე გვაქვს ჩვენ გვინდა რომ ყველგან გავიმარჯვოთ. უბრალოდ მე არ დაუშვებთ მის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს იყო მექანიკური შეცდომა. ჩვენი კანდიდატები დარწმუნებულები არიან დამაჯერებელ გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე
განცხადებებს რაიმე სახის ასე ვთქვათ სპეკულაციური მიდგომა არ ჭირდება, ეს არის შეფასება, რომელიც გააკეთა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა და მას აქვს ამის უფლება. იმას, რომ ამ განცხადებით საარჩევნო კანონმდებლობა არ დარღვეულა სამოქალაქო სექტორშიც ადასტურებენ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის ნინო ლომჟარიას თქმით, ასეთი კატეგორიული განცხადება ქვეყნის მეთაურის მხრიდან საარჩევნო პროცესისთვის მაინც საფრთხის შემცველია. იმ ფონზე, როდესაც მასიურად მიმდინარეობს ჩვენ ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კანდიდატურების მოხსნა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების და ბევრი მათგანის ეწოლაზე საუბრობს, ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს განცხადება შეიძლება აღქმული იქნას როგორც გარკვეული წახალისება იმ პირების მიმართ, რომლებიც ეწოლას ახორციელებენ. ირაკლი ღარიბაშვილი წინა საარჩევნო შეხვედრებს თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მართავს. მან მერობისა და გამგებლობის კანდიდატები უკვე არაერთ რეგიონში წარადგინა. წინა საარჩევნო შეხვედრებისას გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას პრემიერ-მინისტრისას მოჰყვა დღეს რეზონანსი. ეს განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში სტუმრობისას, ეხებოდა ყოფილ პრეზიდენტს და მის პლანტაციებში მუშაობას. მუშაობდა მოუყო ვამუშაოთ პლანტაციაში. ასეულობით თქვენი ახალგაზრდა თურქეთში ასული. იგი ნაციონალური ჩაიში. ჩვენ მოვიდა. მოთხმოჩი. კარგი იდეა. გამასწორებელი სამუშაოები ჩაიში. ჩვენ მოსახლეობას უკეთეს ადგილებზე დასაქმებას პირდებით, მონებად პლანტაციებზე მუშაობას არავინ უპირებს. ეხლა პრემიერის ღლაბუცი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ნაციონალურ მოძრაობა პლანტაციებზე მონებად უნდა მუშაოს. ახლა ჰაკიმ ფაშა ხო არ გონია მაგას თან. პლანტაციებში მუშაობს ხალხი დღესაც მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა წერტილზე იღებს ამაში ხელფას და ეს არის ძალიან ადეკვატური, ნორმალური სამუშაო, ზუსტად ისეთი, როგორიც არის პრეზიდენტის სამუშაო. პრემიერი რას გულისხმობდა, სავარაუდოდ ვინ რა იგულისხმა, ეს არის თქვენი, ჩემი და პრემიერის პირადი გემოვნების ამბავი, რომელსაც ახლა იმედი მაქვს, რომ არ ვიზარდეთ. ქართული ოცნების, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ძალების წინა საარჩევნო კამპანია გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს არის დანიშნული.